სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ჩაგვერთვან დღეს გადაცემაში. ახლა გადავინაცვლებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც პაატა ცეცხლაძე ჩაგვერთვება. პაატა ერთ-ერთი ის მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაშიც განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. როგორც იცით, პაატამ შესანიშნავი არანჟირება გაუკეთა მისი უწმინდესობის ილია მეორის საგალობლების ნაწილს და თავად შეასრულა საგალობელი დავიღალე მოდი ჩემთან უფალო, რომელიც ძალიან ემოციურია და ახლა სწორედ პაატა ყავს ხაზე ნიუ-იორკიდან. მოგესალმებით პაატა. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. პირველ რიგში რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ილია მეორესთან ურთიერთობა. პირველ რიგში მოგესალმებით და უზიარებს სულიად საქართველოს ამ დიდ ტკივილს და აგერ ჩვენ ვხედავთ რამხელა ემოცია არის საქართველოში და აქედან ვიყურებ და უბრალოდ განცვიფრებული ვარ. მე ამაში დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ასეთი სიყვარული დათესა მან სულიად საქართველოს მასშტაბით და არა მარტო საქართველოს, ჩვენ ხედავთ მთელი მსოფლიოს სასულიერო ლიდერები თუ არა სასულიერო როგორ განიცდიან მის გარდაცვალებას და გვისამძიმრებენ და პირველ რიგში მინდა რომ მივსამძღვრო მთელს ქვეყანას. კი ბატონო, მოგვიყავით თქვენს პირად ურთიერთობაზე, როგორი იყო ურთიერთობა მასთან? მithumetas თქვენი საქმიანი გადაკვეთა გქონდათ ფაქტობრივად და საინტერესოა სამუშაო პროცესში. დიახ. დიახ, არა მარტო მუსიკალური გადაკვეთა მქონდა, მე მასთან ცხოვრობდი 3 წლის განმავლობაში და თუ მაქვს ცოტა დრო, მინდა გითხრათ, რომ ჩამოვედი მე თბილისში, მე გურული ვარ წარმოშობით და ვცდილობდი რომ ჩამებარებინა კონსერვატორიაში და მოვხდი სამების გუნდში, სადაც მე დიდი ჩემი მთელი წლები გავატარე და დღესაც მისი ნაწილი ვარ, ასე ვთქვათ. ძალიან წუხარ რომ ვერ ვახერხებ ჩამოსვლას, ძალიან გული მტკივა რომ თქვენთან ერთად არ ვიმყოფები ახლა და არ ვიზიარებ ამ წუხარებას, მაგრამ ესე მოხდა და ჩამოვედი და სვიმონმა თხოვა ჩემზე რომ ესეთი ადამიანიაო და მან თქვა რომ გამოხატა სურვილი რომ მე მასთან მეცხოვრა და მე 3 წლის განმავლობაში ყოველდღიური შეხება მქონდა გარდა იმისა რომ მუსიკალური ასე ვთქვათ კოლაბორაცია იყო, ხო? მარტო ჩემთან არა იყო, ეს რიად ბოლქაძე, სიმონ ჯანგულაშვილი, სხვადასხვა მინდა დამავიწყდეს გამოშვეს ვინმე ვახტანგ კახიძე და ასე შემდეგ, ვინც ულამაზესი და მშვენიერი ასე ვთქვათ არანჟირებები გაუკეთა მის ასე ვთქვათ ნაწარმოებებს დაწერეს. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მისგან ვისწავლე პირველ რიგში უდიდესი სიყვარული ადამიანის მიმართ და აფრქვევდა მარტო ჩემზე არა, მაგალითად ერთ მომენტს გავიხსენებ. ერთხელ მახსოვს რომ დავიგვიანე. იყო დილის ლოცვები, იკითხებოდა და საღამოს ძილად მისვლის ლოცვები და ერთხელ მახსოვს რომ გაზაფხული იყო, რაღაც კარგი სითბო იყო ამინდი და გარეთ ტარდებოდა ძილად და შემოვედი, კი ჩუმად შევეცადე რომ შემოსულიყავი, მაგრამ დამინახა და როცა დასრულდა ღამის ლოცვები, დამიძახა და მითხრა რომ ასე გვიან არ მოხვიდე საშიშიაო, თორემ მე გამოვალ შენ საძებნელად, ესე მითხრა და კი ესეთი იყო რა, მისი გული ესეთი იყო და ყველა ადამიანზე წუხდა და ნერვიულობდა და ძალიან დიდი იყო მისი გული რა. ნამდვილი პატრიარქი იყო რა და ერთხელ მახსოვს რომ ეს ფაქტს გავიხსენებ, ხა უცებ გამახსენდა რომ რეზო ამაშუკელი იყო ერთ საღამოზე მოსული საპატრიარქოში და ესეთი სიტყვები უთხრა, თქვენ ილია მეორე არ ხართ, მეორე ილია ხართ, ესე უთხრა. შესაძლოა ნამდვილად ესე არის, ერის მამა იყო, სულიერი მამა იყო რა. ასევე გავიხსენებ თქვენ ახსენეთ დავიღალე რომელიც ნამდვილად ეს ვიდეოები არის Facebook-ზე, სადაც ვირუსულად გავრცელდა კიდევ ერთხელ ეს ვიდეო და ნამდვილად საოცარი შესრულება იყო, ვერ მოусმენს დარწმუნებული ვარ ვერც ერთი ქართველი ისე რომ გული არ აუჩუყდეს. ნამდვილად ასე არის. მე ვთქვი რომ არა მარტო მე ზოგადად მრავალხრივი ნიჭის ადამიანი იყო, ის ხატმწერი იყო, მუსიკას წერდა
ну, საუთ ფილოსოფოსი იყო, ასევე, ну, ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ ხა, მაგრამ რაც შეეხება მუსიკას, მე მახსოვს მისი შექმნის პერიოდი და აი ამას გაგიზიარებთ. ნამდვილად საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა. ეს დავიღალე და მოდი ჩემთან უფალო, ну, მისი სიტყვები ყველას კარგად გვესმის და მახსოვს, როცა გავაკეთეთ ამის არანჟირება და უკვე ჩვენი ასე ვთქვათ, ჩანაწერები კეთდებოდა და უკვე დასასრულს მიდიოდა. სულ ბოლოში მახსოვს, რომ რაღაცნაირად დავჯექით ინსტრუმენტთან გავაკეთე და როცა დავიწყე სწავლება, მახსოვს, აი ზუსტად მახსოვს ესე, ну, ახალი გაკეთებული იყო, ხმები გავშალე, მე თვითონ გალოვდი სოლოს და ასე ზურგით ვიდექი მისი უწმინდესობისკენ და ასე ვთქვათ, როცა დირიჟორობდი და თან ვღეროდი, რომ მე გვეჩვენებინა უბრალოდ უწმინდესისთვის, რაღაცა შევხედე, რომ მე ვერ ხედავდი პატრიარქს და ბიჭებს სახე შეეცვალა, ზოგს რაღაცა გაწით და ზოგს რაღაცა მივხვდი, რომ რაღაცა შეიცვალა. დიახ. მათ სახეებზე და მე მეც მოვიხედე და ანუ ასე ვთქვათ, თელი სხეულით ტიროდა და თელით განიცდიდა ამას და აი ვეღარ ჩავედით ბოლოში, მეც გავჩერდი ყველა გავჩერდი და ზუსტად ყველა ესე განვიცდით ახლა განსაკუთრებულად ამ საგალობერის მოსმენის დროს. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ანუ მაგაზე ბევრ სიტყვიან კიდევ, მაგრამ კი, ნამდვილად ადამიანი, რომელმაც ყველაფერთან ერთად დაგვიტოვა ასევე ის საგანძური, რომლითაც ძალიან დიდხანს ეკლესია მონასტრებში აღევლინება, წირვა, ლოცვა. დიდი მადლობა უნდა გითხრათ თქვენ იმისთვის, რომ ჩაგვერთეთ. თუ მახსოვს, პატარა იმდა რომ თქვა, რომ ჩვენ გვაქვს აქ დაგეგმილი იყო უბრალოდ ვერაფრით ვერ ვაუქმებთ, ზუსტად 22-ში მისი დაკრძალვის დღეს გვაქვს ანსამბლის ეკარია, რომელსაც ხელმძღვანელობ და აქ ნიუ-იორკში და შევეცდებით, რომ მას მიუძღვნათ ეს საღამო და მის საგალობებსაც შევეცდებით, რომ შევასრულოთ. აქედან და ალბათ აკადრებსაც გავავრცელებ. აქედან მიუძღვნით ჩვენ რაც შეგვიძლია ქართველებს, აქ რომ მის ხსოვნას მიუძღვნით. წარმატებები ჩვენ შეგვიძლია რომ წარმატებები გისურვოთ და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩაგვერთეთ, ესე იგი